გმირთა მემორიალთან უკვე იკრიბებიან აქციის მონაწილეები და სულ ცოტა ხანში დაიწყება მსვლელობა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. დღევანდელ მარშს ჰქვია გმირები თავისუფლებისთვის და ბუნებრივია ეს სახელწოდება სიმბოლურად შეირჩა, რადგან აქ არიან შეკრებილები ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს რუსეთის აგრესია და ბუნებრივია ის ადამიანები, რომლებიც პატივს სცემენ 21 საუკუნის გმირს გიორგი ანწუხელიძეს. აქ მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ უნდა ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის, რადგან გიორგი ანწუხელიძეს არ უბრძოლია იმისთვის, რომ ეს ქვეყანა რუსეთს ჩააბარებოდა რომელიმე ხელისუფალს. ანწუხელიძე ნამდვილად იქცა გაუტეხელ სიმბოლოდ საქართველოსთვის და შესაბამისად აქ მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ ბრძოლა უნდა იყოს ბოლომდე, იქამდე სანამ არ იქნება მთავარი მოთხოვნები მიღწეული და ეს მოთხოვნები არის რასაკვირველია ხელახალი არჩევნები და იმ პატიმრების გათავისუფლება, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან პატიმრობაში და ყველა თან ხვდება იმაზე, რომ ყველა ის პერი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სამართალდამცველებმა დააკავეს, არიან უკანონო პატიმრები, რადგან არ არსებობს არანაირი მტკიცებულება ამ ადამიანების წინააღმდეგ, რომელიც დაადასტურებს მათ ბრალეულობას. მე გავესაუბრები აქ მყოფ ადამიანებს და მაყურებელს შევახსენებ, რომ ორი მარში გაერთიანდა. აქ თავი მოიყარეს როგორც ვეტერანებმა, ასევე გიორგი ანწუხელიძის მეგობრებმა, მოქალაქეებმა, იმ ადამიანებმა, რომლებიც სცემენ პატივს 21 საუკუნის გმირს. მე გავესაუბრები ასევე აქ მყოფ ადამიანებს და გავაგრძელებთ გაჩვენოთ რა ხდება ახლა გმირთა მემორიალთან. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გიორგი ანწუხელიძე ნამდვილად არის 21 საუკუნის გმირი და შესაბამისად ეს ადგილის სიმბოლურად არის შერჩეული გმირთა მემორიალი. რა არის დღეს მთავარი სათქმელი ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისთვის, არალეგიტიმური ხელისუფლებისთვის? ჩემი აზრით ეს სახელი და გვარი უკვე თავისთავად ამბობს ყველაფერს, რაც კი სათქმელი გვაქვს მთელ საზოგადოებას ამ წუთას. გიორგი ანწუხელიძე არის გმირი, რომელიც ყველა ქართველს გვაერთიანებს. მხოლოდ იმას დავამატებდი, რისთვისაც იბრძოდა ეს ადამიანი, არა რუსეთს, არა მონობას, არა რუსულ მთავრობას. ეს არის ჩვენი დიდი მადლობა. არა რუსულ მთავრობას. ასეთი აქ ყოფი ადამიანების მთავარი სათქმელი და პრინციპში ამ დღეების განმავლობაში ყველა მოქალაქე, რომელიც რუსთაველის გამზირზე დგას, თან ხვდება იმაზე, რომ ხელისუფლება ნამდვილად ატარებს რუსულ პოლიტიკას და ეს ადამიანები არ არიან ის ხელისუფლები, უბრალოდ რომლებიც ევროპული მომავლისკენ უნდა მიისწრაფოდნენ. ჩვენი ისტორიული არჩევანი არის ევროკავშირი, ამას ამბობენ აქ ყოფი ადამიანები და პრინციპში აქ მოქალაქეები დღესაც რასაკვირველია საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით არიან მოსულები. ეხლა მე გადავინაცვლებ მეორე მარშისკენ, იქ სადაც ვეტერანები არიან შეკრებილები და მოვისმენთ მათ პოზიციას. აი ამ წუთებში მე როგორც მესმის გიორგი ანწუხელიძის მეგობრები და მისი თანასოფლელები არიან მოსულები გმირთა მემორიალთან. ისინი აკეთებენ განცხადებას, რომელსაც პირდაპირ ეთერში მოგასმენინებთ. ამიტომ სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ აქ გმირებთან მოვედით, რათა დავიძრათ და ჩვენი ხმა გავაგონოთ შესაბამის პირებს, მთავრობას, რომელიც იქცევა ისე, როგორც იქცევა. და ჩვენი მთავარი სათქმელი არის, რომ დღესაც საჭიროა თავისუფლებისთვის ბრძოლა და ეს ადამიანები და მათი სისხლი არ დაღვირა იმისთვის, რომ აქ დღეს ვინმე მოგინოგდეს და შესაბამისად ეს არის მთავარი ძახილი ჩვენი და გამოძახილი, რომ თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს და ხელახალი არჩევნები იმისათვის, რათა ეს ქვეყანა იყოს თავისუფალი, იყოს ერთიანი და იყოს ევროპული. ეს არის მთავარი მოწოდება ჩვენი. უსმენდით პირდაპირ ეთერში გიორგი ანწუხელიძის მეგობრები და თანასოფლელები არიან ეხლა გმირთა მემორიალთან შეკრებილები და გააჟღერეს ბუნებრივია ის მთავარი მოთხოვნები, რომლებიც მათ აქვთ და როგორც მომისმენთ, სულ ცოტა ხანში უკვე დაიწყება მსვლელობა. პირდაპირ ეთერში ჩავთავთ კიდევ ერთ მოქალაქეს საღამოშვიდობის ბოდიშ უკაცრავად პირდაპირ ეთერში ვართ, რომ გითხრათ. უკეთ სიმბოლურია აქ შეკრება გმირთა მემორიალთან და პრინციპში ყველა თან ხვდებით იმაზე, რომ 21 საუკუნის გმირი ნამდვილად არის გიორგი ანწუხელიძე და ადგილი სადაც შევიკრიბეთ, ესეც არის ძალიან სიმბოლური გმირთა მემორიალთან. რა არის დღეს მთავარი სათქმელი ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისთვის და რატომ მაინც და მაინც მარშის ფორმა? ჩვენ მთავარი სათქმელია დღეს ის, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, არ ვჩერდებით, ვიბრძვით
ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. სიმბოლურია დღეს აქ შეკრება, ჩვენი მარშის სახელია ანწუხელიძე გმირები თავისუფლებისთვის. გიორგი ანწუხელიძე სწორედ საქართველოსთვის იბრძოდა, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ერთიანობისთვის იბრძოდა. ამას ამ ყველაფერს შეეწირა და ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს უფლება, რომ ამ გზას გადაუხვიოთ, შევჩერდეთ და შევწყვიტოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლა. გიორგი ანწუხელიძე გმირულად დაეცა, შეეწირა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვიბრძვით, ვართ ქუჩაში, ვაპროტესტებთ და ვითხოვთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. პირველ რიგში ვითხოვთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ვითხოვთ პოლიტპატიმრების განთავისუფლებას და ჩვენი ქვეყნის პროდასავლურ კურსზე დაბრუნებას. ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნები. ჩვენ 7 საათზე დავიწყებთ მარშს პარლამენტის მიმართულებით და შევუერთდებით იქ არსებულ აქციას. მადლობა. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს უსმენდით პირდაპირ ეთერში, როგორც მოისმინეთ, ცოტა ხანში უკვე დაიწყება მსვლელობა გმირთა მემორიალიდან საქართველოს პარლამენტის მიმართულებით, იქ სადაც 25 დღე იქნება უკვე უწყვეტი პროტესტის, იქ სადაც მოქალაქეები ნელ-ნელა უკვე იკრიბებიან და ბუნებრივი აქ ყოფი ადამიანები შეუერთდებიან საკანონმდებლო ორგანოსთან გამართულ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას. კიდევ ერთ მოქალაქეს გავესაუბრებით, რომელიც არის ახლა ამ ტერიტორიაზე. ადგილი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ბუნებრივია არის სიმბოლურად შერჩეული. და წარწერაც გიორგი ანწუხელიძე დაუჩოქელი საქართველოს სიმბოლო და ნამდვილად ასეა. გიორგი ანწუხელიძე არის 21 საუკუნის გმირი, რომელიც რუსეთის სასტიკი მეთოდების მიუხედავად არ გატყდა და იდგა ბოლომდე ჩვენი ქვეყნის სიყვარულისთვის. დღეს რა არის სათქმელი? მე მესმის რომ რთულია ახლა შევაფასოთ ხელისუფლების რუსული ქმედებები, თუმცა მაინც აი რისთვის გამოვედით დღეს ქუჩაში. ჩვენ ვართ გიორგი ანწუხელიძის ქვეყნიდან და მართლა მორალური უფლება არ გვაქვს რომ ჩავბარდეთ რუსეთს. გიორგი აწამეს, იმიტომ რომ ქართულ დროშას არ გადაუარა ფეხით, სასტიკად აწამეს რუსებმა. ეს იყო 2008 წელს და დღეს 2024 წელს ჩვენ კიდევ გარუსების საფრთხის წინაშე ვართ. ჩვენ გვმართავს კრემლი და ქართველი ხალხი არასოდეს არ შეეგუება გარუსებას, რუსული რეჟიმის აქ დამყარებას. შესაბამისად გვინდა რომ პრორუსული ხელისუფლება გავისტუმროთ, ვითხოვთ გაყალბებული არჩევნების ხელახლა ჩატარებას ოღონდ სამართლიანად და ვითხოვთ პოლიტპატიმრების განთავისუფლებას. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს უსმენდით და პრინციპში ძალიან ნიშანდობრივია ის, რაზეც საუბრობენ აქ ყოფი ადამიანები, ესენი ამბობენ იმას, რომ არ დათმობენ საქართველოს, ეს საქართველო ვერ გახდება ვერასდროს რუსეთი. ასეთი აქ ყოფი ადამიანების გზავნილი ნინო დოლიძე არის ასევე დღევანდელ მარშზე. ნინო, პირველ რიგში გითხარი, რა გზავნილი გექნებოდა ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისთვის და რატომ არის მნიშვნელოვანი ქუჩის პროტესტი? ჩვენ ვხედავთ, რომ 25 დღეა დღეს, მიუხედავად დაშინებებისა, რომელიც თქვენ ძალიან კარგად იცით და კადრები, რომლებიც ჩვენმა ოპერატორებმა გადაიღეს, ნაჩვენებია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების სისასტიკე. როგორც ჩანს, ეს არის ფორმა, რითაც სურდა ხელისუფლებას დაეშინებინა მოქალაქეები, თუმცა არ შინდებიან, აგერ უკვე 25 ღამე იქნება, რომ ვითხოვთ გაყალბებული არჩევნების ბათილად ცნობას. ხო, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. სიმბოლურია ეს მარშიც, რომელზეც ახლა ვიმყოფებით, რომელიც უნდა დაიწყოს, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ეროვნული გმირის სახელობის და ჩვენ მუდმივად უნდა გვახსოვდეს, ვინ არის ჩვენი მტერი და ვინ არიან ჩვენი მეგობრები, რომ რუსეთი არის მტერი და წარმოუდგენელია საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება და ჩვენი ისტორიული არჩევანი არის დასავლური ინტეგრაცია და დემოკრატიული განვითარება. სწორედ ამის გამოძახილია ეს პროტესტი, რაც ახლა მიმდინარეობს ქართული ოცნების მხრიდან საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება და მათ შორის ის არჩევნები, რომელიც ჩატარდა, რომელიც არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და აი ეუთოუდის დასკვნამაც ეს თქვა ფაქტიურად, რომ ეს არ იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რასაც ჩვენ ხედავთ ქუჩაში ამდენი ხნის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეები არ ჩერდებიან, იმიტომ რომ იციან მათ, რომ ეხლა უკან დახევის დრო არ არის, ეხლა უკან ვერ დავიხევთ, იმიტომ რომ თუ უკან დავიხიეთ, საქართველოს აღარ ექნება თავისუფალი დემოკრატიული მომავალი, ამიტომ ისინი აგრძელებენ ბრძოლას მანამ სანამ ეს იქნება საჭირო. და ამას რა თქმა უნდა უერთდება საგარეო პოლიტიკური კურსით მიმართულებით, რაც ხდება საგარეო წლეხი, იგივე ის სანქციები, რომელიც ვიხილეთ, ვახსენე ეუთოუდის დასკვნა და სხვა განცხადებები, რომელსაც ვისმენთ და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ზუსტად, რომ სხვა განვითარება წარმოუდგენელია უბრალოდ, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, აუცილებლად იქნება დემოკრატიული, აუცილებლად იქნება ევროპული და შემდეგ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში ქართულმა ხალხმა გადაწყვიტოს მის გვიანდობს თავის მომავალს და თავის ბედს. დიდი მადლობა. ნინო დოლიძე
გიორგიძეს უსმენთ პირდაპირ ეთერში. გამარჯვება არის გარდაუვალი. არის მნიშვნელოვანი ქუჩის პროტესტი იმისათვის, რომ მივახციოთ ჩვენს მთავარ მიზანს და მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, არის ხელახალი არჩევნების ჩატარება და იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომლებიც ამ დრომდე არიან პატიმრობაში. მე როგორც ხვდები, უკვე ნელ-ნელა იწყება მსვლელობა, როგორც უკვე მოისმენთ აქციის მონაწილეები, რომლებიც რამდენიმე წუთის განმავლობაში გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ, მიემართებიან ახლა საკანონმდებლო ორგანოსთან, წუთიერი დუმილით მიაგეს პატევი დაღუპულ გმირებს და ამის შემდგომ უკვე ისინი ახლა გადმოინაცვლებენ გმირთა მოედანზე და ამის შემდგომ უკვე დაიწყება მსვლელობა საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით. 7 საათი ისევ არის უცვლელი დრო, უცვლელი ლოკაცია ის არის საკანონმდებლო ორგანო, სადაც მოქალაქეები უკვე ნელ-ნელა იკრიბებიან და შესაბამისად გმირთა მემორიალთან მყოფი ადამიანები, ის მოქალაქეები, რომლებიც უკვე რამდენიმე წუთია აქ იმყოფებიან, მსვლელობით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებენ და შეუერთებიან ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას, რომელიც 7 საათზე უკვე ოფიციალურად დაიწყება.